მაშას ახლა რა ხდება უყურე 3 საათი გაგრძელდა 20 კაცთან სეანსი ძალიან დავიღალე შენ მოდი ყველას ნახსგეთ ემოციები რაღაცები გადაიღე ერთადერთი მასწავლებელი რომელმაც გაბედა ჭადრაკში გამოწვევა არის ზნაბადელი რო მომიგე გამარჯობა მე ვარ ბაქარი რაგია ქალაქ ფოთის პირველ საჯარო სკოლის დირექტორი და ვიწევ ჩემს მოსწავლეებს და მასწავლებლებს სხვადასხვა თამაში დღეს პირველ თამაში შევეჯიბრები ეს არის ჭადრაკი და შაში და აქედან თითო გამარჯვებული გადავა სუპერ თამაში სუპერ თამაში კი გაიმართება ივნისში სკოლის დამთავრებამდე ერთი კვირით ადრე და გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს პლანშეტურ კომპიუტერს როგორია? მინდა მადლობა გადაუხადო აქვე საჭადრაკო კლუბ ნანას და მის ხელმძღვანელს ბატონ დავით კოდუას გაწეული დახმარებისათვის დღეს აქ ვიმყოფებით. რა იქნება შემდეგი თამაში? ამას აი ეს ვიდეო რო დაიდება, მე რეგეთქვით. ხო, აუცილებლად დალაიქეთ ყველა ის პლატფორმა, სადაც ეს ვიდეო შეგხვდებათ. წავიდეთ ახლა და ვნახოთ გარეთ რამდენი ადამიანი გველოდება. 20 ადამიანთან თამაში არ იქნება ადვილი. თქვენ რა შვებით? ბლოკს ერთ? ძალიან კარგი. შენ რა უნდა მეთამაშო? ჭადრაკი? ო, კაია. შენ ჭადრაკი უნდა მეთამაშო? ოჩახ. შევიდეთ ნელ-ნელა, ხო, ჩემი სპორტის მასწავლებლები აქ არიან. თქვენ ჭადრაკს მეთამაშებით? არ, ჭადრაკს რომელიმე მეთამაშებით? აი, ტაიკვანდოისტი არ მეთამაშება. მორაგბე? მორაგბე მეთამაშება. კაი. ჭადრაკში. წავიდეთ, შევიდეთ. განლაგდნენ უკვე მოთამაშეები და მე მინდა სიტყვა გადავცე, ხა წესები აუხსნათ. გელა ღვამბერია, დღევანდელი თამაშის მთავარი მსაჯი იქნება საჭადრაკო კლუბ ნონას მწვრთნელი და ყოფილი მოჭადრაკე სხვათა შორის სეანსში მოგებული აქვს ბოტვინიკზე, ბოტვინიკი იყო მსოფლიო ჩემპიონი, ასე რომ ბატონ გელა ბავშვებისთვის, ვინც მით უმეტეს ჭადრაკს თამაშობს, ძალიან კარგი იქნება 2-ოდე სიტყვა რო გითხრა, რამდენი წლის იყავი ბოტვინიკს რომ მოუგე და როგორი შეგრძნება არის დღეს ალბათ მაშინ აცნობიერებდით თუ ვის მოუგეთ და რამდენად მთელი ცხოვრება რო დაგამახსოვრდებოდათ ის წამი. ბოტვინიკთან მოგვიწია თამაში, ეს იყო 1993 წელი. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც თბილისს ეწვია ბატონი მიხეილი და 10 დაფაზე ჩაატარა აი იგივე, როგორც თქვენ ახლა თამაშობთ, ერთდროულის თამაშის სეანსი. და მაგ 10 დაფიდან მხოლოდ მე ერთადერთმა მოუგე და ეს იყო რაღაცა ენით უთქმელი სიხარული და საერთოდ კიდე ესეთი სენსაცია რომ ყველასათვის რო გასაგები 10 დაფა არა თან ბევრი არა 10 დაფა ნამდვილად არა უკვე მოხუცი იყო მაგრამ მაინც მოხუცი იყო და სხვადასხვა იყო რამე ახალგაზრდა ვიყავი რა თქმა უნდა სამიყავი 19 წლის და ასე რომ თამაშობდი ჭადრაკის ინსტიტუტში სწავლობდი მithumetes მაგ-სპეციალობით და ასე რომ ჩემთვის ახალი არ იყო ჭადრაკი და რაღაცა ძალიან კარგი. დიდი მადლობა ბატონ გელა, გთხოვთ ეხლა თქვენ გადმოგცემთ სიტყვას და გააცნოთ ბავშვებს წესი. აი ვინც ყველას გეთამაშებათ ხო, მაგ ადამიანს ქვია სეანსიონერი. სეანსიონერი, თქვენ სეანსიონერი არის ბატონი ბაქარი, თქვენი სკოლის დირექტორი და გაუფლებები აქვს ბაქარის. ყველასთან უნდა მივიდეს საჭითაოდ და გაუკეთოს სვლა. აი გააკეთა თქვენთან სვლა დაუშვათ. ასეთი სვლა. შემდეგ მიდის მეორესთან, მესამესთან და ურტყამს წრეს. ისევ რომ მოვა თქვენთან, თქვენ ვალდებული ხართ, მაშინ გაუკეთოთ სვლა. გამარჯობა. თქვენი სახელი? ნინო. ჩვენი მასწავლებელი, ერთადერთი მასწავლებელი, რომელმაც გაბედა ჭადრაკში გამოწვევა. ორი ხელით არა. ერთი ხელით ყური. მარჯვენას მოკიდე ხელ. მოიცა. ორი ხელი ჭადრაკს არ თამაშობ. მოიცა, ერთ მოდი მე გასწავლე. ორი ხელი ჭადრაკს არ თამაშობ. ეხა იმასე გაკეთე, აი, ხო არ დაგჭირდეს ხელი. უჭირდა. არ დაგჭირდა არა. ასე და ამისთვის. მაგის ამისთვის, ეს კი. ნიჩურტისთვის დასჭირდა.
თამაში წავიდა აქ. მომწონს. შეცდომა დაუშახე რეალურად მე. მშვენიერი კუპაიკი მყავდა წინ გაგიწიეთ, მაგრამ იქნებ ფსიქოლოგიურად თამაშები ახლა ეს ვაგონია თქვენ ხვდებით ამას. სატაროცა. იმისი კიდე არ ყავდა წასახო. აქეთ როცა გაყვანა უშ. კაი. მე მაწყობს. მოდი ასე. გავერთოთ. კაი არჩევ მომწონს. მოდი. არ გამართულოთ ჯერჯერობით. ეს მშვენიერი სულა. მომწონს. ეს სულა. დაინახე. ხომ რაღაცა მახსოვდა რომ უპირატესობაში ვიყავი და. ჭადრაკში არის ხოლმე ხშირად სისულელის გაკეთება რომ გინდა იმის ხათრით რომ აი რაღაცა ლამაზი ხელი მოიგო რა, თამაში მოიგო და რა ვქნა არ ვიცი, გავაკეთო ეს სისულელე თუ არა. არ გავაკეთებ სისულელეს. არ გავაკეთებ სისულელეს. უნდა იღალეთ ახლა ხო ბავშვებო? ეხლა დაამთავრე შენ აქ თამაში. არ უნდა იჩქარო, გადადე ესა. დადე რო. ესეც ხო მომიკალი. აი შენ მომიკალი. აი მაშინ მე აქეთ ლასიერს მოგიკლავ. ქიში და შამათი. რა ქვია შენ? გავით ინსკირველი. იმედი მაქვს რომ მომავალში რო შევხვდებით, მომავალ წელს უკვე მომიგებ. შაშიც ვითამაშოთ, მაგრამ ჭადრაკს მომიგებ იმედია მომავალ წელს. ქიში და შამათი. ყველაფერი მეშლება არა. ვაშკაცა გული რკინის ამჯერით უნდა ხისაო. კარგად თამაშობს. აჰა. ახლა შეიძლება გადაგიანსო. კარგით. მადლობა. გავიჩი. ამაზე რა დაამონტაჟეთ როგორც მას ქვია. ეს ვითხარ რამდენი საათი 6 საათის მასალაა, ხო? თუ ამას რა დაამონტაჟე. საათი არ უნდა გადაგერთო. საათი არ უნდა გადაგერთო თან. თუმცა მაინც წაგებული. მოკლედ მორჩით 3 საათიანი ბრძოლის 3 საათი გაგრძელდა 20 კაცთან სეანსი. ძალიან დავიღალე. მე ნამდვილად გავიგე, მაგრამ 34-ის ვარ, ნუ მაგრამ ბიჭო რა ძალიან დამღლელია. ეხა ხო მოგებუ ორმა ადამიანმა მომიგო. 20-დან ორმა მომიგო და ორი ყაი. შენ მეთამაშე ყაიმი. მოდი აქ. რა ქვია შენ? ილია ხო? ილია. მე ახალი დირექტორი ვარ და ყველას არ ვიცი თუ კომპანიას. გაგებულია თუ ხო გჭირდება. მობრძანდი. თქვენ სახელით უთხარით მაყურებელს? ნინო ფრანგიშვილს. მაშას ეხა რა ხდება უყურეთ. 4 ადამიანი გავიდა. ორმა მეთამაშა ნიჩია, ორმა მომიგო. შესაბამისად უკვე საჯის გადაწყვეტლებით
კენჭის რა იქნება და ოლიმპიური სისტემით დროზე ითამაშებენ და ძალიან დიდი ხანს არ გაგრძელდეს 3 საათია ვთამაშობთ 3 საათია თავი ამიდუღდა ეხლა ვეთამაშები შაში არ ვიცი რა იქნება ალბათ ყველა სწავაგებ ისე დამღალა არ მეგონა მართლა არ მეგონა მოიცან ბავშვებმა დიდებს მოუგეს არა ის მოხდი მოჭადაგია ხო არა კარგად ითამაშა მაგრად ითამაშა არა ცოტა ხანი დავჯერდიო შენთან ეთქობათ რა შემათ. აშით შევეგებოთ ილია ქებურიას. ილია. მოკლედ. გილოცავ პირველ რიგში. შენ მე მომიგე, მაგარი ხელი ითამაშე და აგერ ფინალშიც კიდე დამატებით ორი პარტია მოიგე. ფინალში გადადიხარ და შენ მოგიწევს ბრძოლა პლანშეტური კომპიუტერისთვის. ისეთი თამაშები იქნება, რომ შეძლებს, მე მგონია, რომ ილია იყოს ერთ-ერთი ფავორიტი. რა სიტყვი? რა ძალიან მიხარია რომ გადავედი. გიხარია. შენ მოქმედი მოჭადრაკე. ძალიან კარგი. კიდე ერთხელ მოგესალმებით. მიჩალიჭებდა. არის ზნაბადელი რო? ყველაზე ჭკვიანი ცვინა? შეხედე? დამკა დაუდიაუს. უკვე დამკით მეთამაშეა პირდაპირ. შენ მოდი, ყველაზე ნახსგეთ. ემოციები და რაღაცები გადაიღე. მაინც არაფერს არ აკეთებ და გადაიღე ემოციები რაღაცები იქეთ-აქეთ, გადაუღე ვიღაც სხვებს რა. ემოციები ცუდი. სეკლავენ ხო? შიფები გვაქვს საყიდე. 100 გიგაბაიტი არ ვაყო. უფრო ოღონდ შევ 1 საათი მედის თამაში. მოკლედ დაძაბული თამაშია. ძალიან. ყოჩახ, მიულოცოთ ბატონ გიგამასწავლებელს. გიგამას, ფინალისტი ხარ. ну სასიამოვნოა არ ველოდი თუ გამიმარჯვებდი და მავიც მიხარია და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ასეთ შესაძლებლობისთვის. დამთავრდა ჩვენი მომიგე პირველი ეპიზოდი. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საჭადრაკო კლუბ ნანას, ბატონ დავით კოდუას და ასევე ჩვენს მთავარ მსაჯს. დღეს მთელი დღე ჩვენს გვერდით იყო ბატონი გელა ხვამბერია. ორი მოსწავლე, ერთი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი გადავიდა ფინალში. მოსწავლე ილია ქებურია ჭადრაკში მომიგო, ხოლო გიგა გიგიბერიამ მომიგო შაში. ნახოთ რა იქნება შემდეგი თამაში. ძალიან დიდი შრომა გავწიეთ, მართლა ძალიან დიდი შრომა გავწიეთ დღეს და მინდა რომ უბრალოდ გამოიწეროთ და მალე ავიდეთ რაღაც ნიშნულზე, რომ ბევრმა ნახოთ, ძალიან ბევრი საიახლე და საინტერესო რაღაცებს ვაპირებთ, ამიტომ გთხოვთ არ დაიზაროთ.